იცი, ჩვეულებრივ, როდესაც რაღაც სამედიცინო დიაგნოზზე ვსაუბრობთ ხოლმე, იქ, ერთგვარი აბსოლუტური სიზუსტის მოლოდინი გვაქვს რა, ზუსტად ისე, როგორც ინჟინერიაშია. კი, ასეა. ყველაფერი გათვლილი უნდა იყოს. ხო, დაუშვათ, ხელი მოიტეხე. მიდიხარ ექიმთან, იღებ რენტგენს და ეკრანზე ძალიან კაფიოდ ჩანს ის დაკბილული თეთრი ხაზი ძვალზე. ექიმიც უბრალოდ თითს დაადებს და გეტყვის, რომ ისიც აქ არის პრობლემა. ზუსტად. ყველაფერი მარტივია. ან მოტეხილი ან არა. ხო, ბინარულია რა. და ეგ სიმარტივე ძალიან დამამშვიდებელია ჩვენი ფსიქიკისთვის, ხო იცი? ანუ, ადამიანებს ბუნებრივად მოგწონს, როცა საგნები ხილულია, როცა პრობლემის ზუსტი კატეგორიზაცია და ლოკალიზება შეგვიძლია. ნამდვილად ეგრეა. მაგრამ, როდესაც ვცდილობთ დავადგინოთ, თუ რა სჭირს თანამედროვე სამყაროს, როცა შევდივართ ამ რელიგიური, გეოპოლიტიკური და საზოგადოებრივი მოწყობის ურთულეს ლაბირინთებში, უცებ აღმოვაჩენთ, რომ ეგ აპარატი აღარ მუშაობს, ხო? ზუსტად. ეს რენტგენის აპარატი საერთოდ აღარ მუშაობს. ვუყურებთ სურათს და ის უბრალოდ ერთი დიდი ბუნდოვანი ლაქა. და სწორედ ამ დიაგნოსტიკური ქაოსის გაშიფრვას ვაპირებთ დღეს ამ სიღრმისეულ განხილვაში. ძალიან საინტერესოა. და რა გვაქვს დღეს მთავარ წყაროდ? მოკლედ, ჩვენ წინ გვიდევს ძალიან მასშტაბური, კომპლექსური და გულწრფელად რომ თქვა, უკიდურესად პროვოკაციული მასალა. ეს არის YouTube არხზე თეოფილე მოლაქია განთავსებული ვრცელი ვიდეო ლექცია და სათაური აქვს, წაგიკითხავახლავე, წარმართოკრატია, შინაარსობრივ ქრისტიანობას ჩანაცვლებული კულტურის ნაწილად ქცეული რელიგიური რიტუალები. ვაუ, სათაური უკვე მართლაც ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. კი, ნამდვილად. ანუ, ჩვენი მიზანია გავყვეთ ამ ლექციის მთავარ არტერიებს რა. უნდა გავიგოთ, რას გულისხმობს საერთოდ ეს საკმაოდ უცხო ტერმინი წარმართოკრატია. და რა მექანიზმებით ხსნის ის იმ გეოპოლიტიკურ ძვრებს, რასაც დღეს ვხედავთ, და რაც ყველაზე საინტერესოა ჩემთვის, როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი უძველეს ბიბლიურ ტექსტებსა და ჩვენს ყოველდღიურ რუტინულ ცხოვრებას. ხო, მაგრამ სანამ ამ მორევში გადავეშვებით, პირდაპირ ერთი წამით უნდა შევჩერდეთ. და ძალიან მკაფიო გაფრთხილება მოგცეთ შენ, ვინც ახლა გვისმენ. ეს ლექცია არ არის რაღაც რბილი ან დიპლომატიური განხილვა. საერთოდ არა. ის პირდაპირ და დაუნდობლად აკრიტიკებს ყველას და ყველაფერს. რა მემარჯვენეებს, მემარცხენეებს, კონკრეტულ სახელმწიფოებს, პოლიტიკურ ლიდერებს და წარმოიდგინეთ თავად ეკლესიასაც კი. კი. ხო და ჩვენი როლი აქ არ არის ვიყვეთ ადვოკატები ან პროკურორები, ანუ ჩვენ არც ვეთანხმებით ამ შეხედულებებს და არც ვეწინააღმდეგებით ხუხტები. რა თქმა უნდა, ეს ნეიტრალიტეტი მართლაც კრიტიკულია აქ. ჩვენ უბრალოდ შენი გიდები ვართ ამ საკმაოდ რადიკალურ სოფლმხედველობაში, რომ დაგანახოთ ის ლოგიკა და არგუმენტები, რასაც ეს კონკრეტული მასალა გთავაზობს. იმიტომ რომ ტექსტი სავსეა ისეთი კონცეფციებით, რომელიც ბევრისთვის შეიძლება ძალიან მიუღებელი იყოს ან სულაც შოკის მომღვრელი. მაგრამ ჩვენი ამოცანაა გავიგოთ რატომ და როგორ აშენებს ავტორი ამ სურათს და არა უბრალოდ ის თუ რას ამბობს. ოკეი, მოდი პირდაპირ საძირკლიდან დავიწყოთ. სანამ გლობალურ პოლიტიკაზე გადავალთ, ჯერ უნდა განვსაზღვროთ მთავარი ცნება რა. ანუ, რა არის ნამდვილი თეოკრატია და რატომ ამბობს ავტორი, რომ ის, რასაც დღეს ვხედავთ, უბრალოდ ილუზიაა. საინტერესო კითხვაა. ტერმინი თეოკრატია ხომ სიტყვასიტყვით ნიშნავს ღმერთის მმართველობას, ღმერთის ძალაუფლებას. მაგრამ ლექციის მიხედვით ეს ფორმაცია ისტორიაში მხოლოდ ძალიან იშვიათ ლოკალურ ეპიზოდებში არსებობდა. მაგალითად მოსეს პერიოდში. დიახ, და ავტორი მანდ ძალიან საინტერესო მიჯნას აავლებს. ანუ, ის გვიხსნის, რომ ის სახელმწიფოები, რომლებიც დღეს საკუთარ თავს თეოკრატიულს უწოდებენ, ავიღოთ თუნდაც ირანი, როგორც კლასიკური მაგალითი. ხო, ირანი იდეალური მაგალითია. სინამდვილეში ესენი არიან ფსევდოთეოკრატიები. და მან სწორედ ამის აღსაწერად შემოიტანა ეგ სიტყვა, წარმართოკრატია. მოიცადა რა არის ამის მექანიზმი, როგორ მუშაობს ეგ. ანუ იქ ღმერთი კი არ მართავს, არამედ
ადამიანების ძალიან კონკრეტული ვიწრო ჯგუფი იყენებს რელიგიის სახელს, იყენებენ მის სიმბოლიკას და შიშს, რომ საზოგადოებაზე აბსოლუტური კონტროლი დაამყარონ რა. რელიგია აქ არის არასულიერი გზა, არამედ უბრალოდ მართვის და მორჩილების ინსტრუმენტი. გასაგებია. და რაც ყველაზე თვალშისაცემია ჩემთვის პირადად, ის ამ კრიტიკას მხოლოდ რაღაც შორეული ირანისთვის არ იყენებს. არა, პირდაპირ აქეთ მოდის. მასალა ძალიან მწვავედ უბრუნდება საქართველოს რეალობას და პირდაპირ უმიზნებს საქართველოს საპატრიარქოს, გამოყენებულია ისეთი მძიმე ეპითეტები, როგორიცაა მღვდელოკრატია და დეგენერატოკრატია. ძალიან ძიმე სიტყვებია ნამდვილად. კი, და ავტორის აღწერით ჩვენ მივიღეთ სისტემა, სადაც სასულიერო პირები ფიზიკურად ყველგან არიან, ხო იცი? საზოგადოებას ზემოდან უყურებენ და ხალხის ცნობიერება აქვთ ოკუპირებული. და აქ შემოდის ერთი ძალიან კონტრასტული სტატისტიკა, რომელმაც მართლა დამაფიქრა. რომელი სტატისტიკა? ის ამბობს, რომ საქართველოში გვაქვს 488 მკვდარი, სრულად დაცარიელებული, მიტოვებული სოფელი, მაგრამ ამ კოლაფსის ფონზე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება ახალი ეკლესიების შენება და მღვდლების კეთილდღეობის ზრდა. ეს სტატისტიკა სპეციალურად არის მოყვანილი ესეთი ვიზუალური ეფექტისთვის რა. წარმოიდგინე სურათი დანგრეული, სიცოცხლისგან დაცლილი სოფელი და მის ფონზე ამოზრდილი ახალი ოქროს გუმბათიანი შენობა. ხო, საშინელი კონტრასტია. და ავტორი სვამს ლოგიკურ კითხვას, თუ რელიგიის მიზანი სულიერება და ადამიანების გადარჩენა, როგორ შეიძლება შენობები მრავლდებოდეს იქ, სადაც ადამიანები საერთოდ აღარ არიან? იცი რას მაგონებს ეგ? ეს ზუსტად ის სიტუაცია, როდესაც რაღაც კომპანია ყიდულობს ძალიან ძველ, სანდო და პრესტიჟულ ბრენდს. ბრენდს, რომელსაც ხალხი საუკუნეების განმავლობაში ენდობოდა. კი, ეგეთი ბევრი შემთხვევაა ბიზნესში. შენც მიდიხარ, ყიდულობ ამ პროდუქტს, რადგან ლოგო ნაჩნობია, შეფუთვა ბრწყინავს, მაგრამ მოდიხარ სახლში, ხსნი და შიგნით სრულიად სხვა, იაფფასიანი, ყალბი და ხშირად საწამლავი ნივთიერება გვხდება რა. ზუსტი ანალოგია. მაგრამ აი აქ მიჩნდება მე ერთი მთავარი კითხვა. თუ ეს პროდუქტი ასეთი ყალბია, თუ შიგთავსი ასე დაცლილია შინაარსისგან, რატომ აგრძელებენ ადამიანები მის ყიდვას? რატომ მიყვება მასა ამ წარმართოკრატიას ასე ბრმად? აი, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური კვანზი ამ ამბავში. პასუხი ინერციაში და ადამიანურ კომფორტშია, ხო ვთქვი? სიზარმაცე. ერთგვარად კი. ლექცია გვიხსნის, რომ ნამდვილი სულიერება ძალიან რთულია. ის მოითხოვს შინაგან მუშაობას, კითხვების დასმას, საკუთარ თავთან ჭიდილს. ამის საპირისპიროდ კი, რიტუალი ძალიან მარტივია. მზა რეცეპტს გაძლევს. ზუსტად. რიტუალი გაძლევს მზა რეცეპტს, ვიდი გააკეთეს კონკრეტული მოქმედება რაღაც გარკვეული წესით და შენ უკვე კარგი ხარ. დროთა განმავლობაში ეს გარეგნული ტრადიციები მთლიანად ანაცვლებს რეალურ ძიებას. ადამიანებს ურჩევნიათ შეინარჩუნონ ეს სეკულარული ქცევა, რომელიც უბრალოდ რელიგიურ საბურველშია შეფუთული, ვიდრე დაუპირისპირდნენ სისტემას. გასაგებია. ჩვენ თვითონ ვქმნით მოთხოვნას ამ ილუზიაზე რა. მაგრამ მოდი ერთი ნაბიჯით წინ წავიდეთ ახლა. მიდი. თუ ეს ფსევდო-თეოკრატიული სისტემები, სადაც რელიგია და სახელმწიფო ესე ერწყმის ერთმანეთს, ასეთი დესტრუქციულია, მაშინ რა არის ალტერნატივა? და აი აქ ლექცია აკეთებს ისეთ მოსახვევს, რომელსაც ნამდვილად არ ველოდი. ხო, ეგ მართლა მოულოდნელი იყო. სასულიერო პირი, რომელიც ბიბლიას განმარტავს, უცებ ამბობს, რომ დასავლური სეკულარული ჰუმანიზმი გაცილებით ჯობს ამ ფსევდოთეოკრატიებს. ნამდვილად. ეგ არის ის პარადოქსი, რომელიც მსმენელს ეგრევე აფხიზლებს. მოდი გავიაზროთ ამის მექანიზმი. როგორ შეიძლება სეკულარული, ხშირად ათეისტურ ფესვებზე აღმოცენებული სისტემა, როგორიც ვთქვათ, თანამედროვე დასავლეთია, უფრო ახლოს იყოს ღვთიურ სამართლიანობასთან, ვიდრე ირანი ან რუსეთი, რომლებიც მუდმივად ღმერთს იფიცებენ. ხო, ეგ ხომ ერთი შეხედვით სრული აბსურდია. მოიცა, როგორ ხსნის ისამას? ისამას ხსნის პრაგმატული შედეგებით. მისი არგუმენტია დააკვირდით ემიგრაციას. თუ ფსევდოთეოკრატიები მართლა ესეთი სულიერი და წმინდა ადგილებია, რატომ გარბის იქიდან მოსახლეობა მასობრივად? და სად გარბიან? დასავლეთში. ზუსტად. იმიტომ რომ ჰუმანიზმი, მიუხედავად თავისი სეკულარული ბუნებისა, იცავს ადამიანის საბაზისო უფლებებს.
ის იცავს ადამიანის თავისუფლებას მათ შორის. სხვადასხვა იმის თავისუფლებასაც, რომ გწამდეს ის, რაც გინდა. წარმართოკრატია კი თავისუფლებას კლავს და ადამიანს სისტემის მონად აქცევს. ვაუ! ემიგრაციის არგუმენტი მართლაც რკინისებურია რა. როგორც ლექციაში აღნიშნული, არავინ არ კიდის სახს ამერიკაში, რომ ირანში გადავიდეს საცხოვრებლად სულიერების საძიებლად. ნამდვილად, სასაცილოც კია მაგის წარმოდგენა. და თუ ამერიკას შევეხეთ, აქაც ძალიან საინტერესო გეოპოლიტიკურ ანალიზს გვთავაზობს. ის ამბობს, რომ აშშ არ არის თეოკრატია და არც არასდროს იქნება. მაგრამ გლობალურ ჭრილში ის მოქმედებს როგორც ბალანსის მექანიზმი. ანუ ამერიკას სინამდვილეში არ აინტერესებს სხვა ქვეყნებში დემოკრატიის ექსპორტი, ან იქაურ მოსახლეობაზე ზრუნვა. მისი ერთადერთი ამოცანაა, რომ მის უსაფრთხოებას არავინ დაემუქროს. და ამის სადემონსტრაციოდ მოუყავს დონალდ ტრამპის პოლიტიკის მაგალითები, კონკრეტულად ირანთან და ვენესუელასთან მიმართებაში. რა არის ამერიკული პრაგმატიზმის არსი აქ? აბა? თუ შენ არ მემუქრები, თუ გლობალურ წესრიგს არ არღვევ, მე არ ჩავერევი შენს შიდა საქმეებში, თუნდაც შენს ქვეყანაში დიქტატურა გქონდეს. ეს შეიძლება ცოტა ცინიკურად ჟღერს რა, მაგრამ ავტორის აზრით, ეს უფრო მეტად უზრუნველყოფს მსოფლიოში სტაბილურობას, ვიდრე ის სახელმწიფოები, რომლებიც რელიგიური მესიანიზმით არიან შეპყრობილნი და სხვების დაპყრობას ცდილობენ. ლოგიკურია. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ის არც ჰუმანიზმს და არც სეკულარულ ლიდერებს არ აიდეალებს. არა, საერთოდ არ აიდეალებს. ხო, ლექციაში საკმაოდ თანაბარი სიმკაცრით არიან გაკრიტიკებული ვლადიმერ პუტინიც და ვოლოდიმირ ზელენსკიც. ავტორის მსჯელობა ესეთია: ლიდერი, რომელიც არ ეღდნობა ღმერთს და ზელენსკის ის პირდაპირ ათეისტს უწოდებს, საბოლოო ჯამში მაინც დააქცევს თავის ქვეყანასო. ანუ გამოდის, რომ ჰუმანიზმი კი სჯობს ფსევდორელიგიას, რადგან ის ადამიანს ფიზიკურად იცავს, მაგრამ ის მაინც არ არის რაღაც უმაღლესი სულიერი ხსნა. აი, მანდ მივადექით მთავარ კვანტს ჩვენს ანალიზში. თუ ორივე მაკროსისტემა ყალბი თეოკრატიას და სეკულარული ჰუმანიზმიც საბოლოო ჯამში ხარვეზიანია, მაშინ რა არის ამის გამომწვევი მიზეზი? რა არის ის ფუნდამენტური შეცდომა ადამიანის აზროვნებაში, რაც ამხელა ქაოსს ბადებს? და რა არის? ავტორის პასუხი ერთმნიშვნელოვანია. ჩვენი ფოკუსი არის კატასტროფულად აცდენილი. ჩვენ გავაღმერთეთ მატერიალური სულიერის ხარჯზე. და აი აქ უკვე ვიწყებთ ჩაძირვას ფილოსოფიასა და თეოლოგიაში. ლექცია პირდაპირ უპირისპირდება ანტიკურ, კონკრეტულად კი პლატონესეულ ფილოსოფიას. დიახ, პლატონი ამბობდა ხომ, რომ სხეული არის სულის საპყრობილე. ხო, რომ სხეული თავისთავად ბოროტება. ავტორი კი ხსნის, რომ ბიბლიური პერსპექტივით ეს ასე არ არის. სხეული კარგია, მაგრამ მისი ფუნქცია არის ძალიან შეზღუდული. ის არის უბრალოდ ჭურჭელი, დროებითი საცხოვრებელი სულისთვის. და პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც ჭურჭელი ხდება მთავარი მიზანი და შიგთავსი გვავიწყდება. ზუსტად. და სწორედ ამ პრიზმიდან აკრიტიკებს ის თანამედროვეობის თითქმის ყველა ობსესიას რა. ავიღოთ მაგალითად ეკომოძრაობები. ეგ ძალიან საინტერესო ნაწილია. მისი თეოლოგიური ხედვით დედამიწა როგორც მატერია მაინც განწირულია დასასრულისთვის. ამიტომ პლანეტის გადარჩენაზე ასეთი ფანატიკური ზრუნვა მაშინ, როდესაც პარალელურად ადამიანების სულები იღუპება, მისთვის უბრალოდ აბსურდულია. იგივე ეხება პლასტიკურ ოპერაციებს და სხეულის კულტს. ჩვენ ვაფარადებთ და ვჭიმავთ ჭურჭელს, რომელიც მაინც უნდა დაიმსხვრეს, მაგრამ აი აქ მივდივართ ლექციის ყველაზე მძაფრ და ალბათ შოკის მომგვრელ ნაწილამდე. ხო, მიხვდი რასაც ამბობ. მიცვალებულთა რიტუალები. კი. მოკლედ, როცა ამას უსმენდი, პირველად გულწრფელად ვთქვათ, ძალიან გამიჭირდა. ანუ ავტორი აკრიტიკებს ტრადიციას, როდესაც მღვდელი მიდის მკვდარ სხეულთან, უკითხავს ლოცვებს, უგებს წესს. რა? და იცი რა საადარებს ამას. ძალიან ძიმე მოსასმენია. ის ამბობს, რომ ეს იგივეა ზიარება მისცე ფეკალიას, ექსკრემენტს. ვაუ. ხო, მოიცა, მოდი გავჩერდეთ ცოტა ხანი. ეს ხო წარმოუდგენლად მძიმე მოსასმენია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ვინმე დაუკარგავს, ხო? რა თქმა უნდა. ანუ, როგორ შეიძლება მიცვალებული სხეული, რომელსაც პატივს ვცემთ, ასე მოიხსენიო? როგორ ამარცხლებს საერთოდ ის ამ სისასტიკეს? მესმის შენი რეაქცია. და ეგ რეაქცია სრულიად ბუნებრივია.
ეს შედარება მიზანმიმართულად არის ასეთი უხეში და გამომწვევი, რათა დაანგრიოს ჩვენი სენტიმენტები და დაგვაფიქროს სუფთა ლოგიკაზე. ლოგიკა რა არის მანდ? მისი თეოლოგიური მსჯელობა ესეთია, როდესაც ადამიანი კვდება, სული ტოვებს სხეულს. ის რაც რჩება, აღარ არის ადამიანი. ეს არის უბრალოდ ბიოლოგიური მასა, ნარჩენი, რომელშიც სიცოცხლე აღარ არის. აჰა. შესაბამისად, ამ ბიოლოგიურ ნარჩენზე სულიერი საიდუმლოებების ჩატარება, ლოცვა და რიტუალი აბსოლუტურად მოკლებულია აზრს. ავტორის მიზანი არ არის მიცვალებული შეურაცხყოფა, მისი მიზანია გვაჩვენოს, თუ რამდენად აბსურდულად ვართ მიჯაჭვული მატერიაზე, როცა მთავარი, ანუ სული უკვე სხვაგან არის. გასაგებია. ამის მოსმენისას ერთი ანალოგია მომივიდა თავში, რომელიც მგონი ზუსტად ხსნის ამ ლოგიკას. წარმოიდგინე, რომ ყავს ნაქირავები მანქანა. კაი, წარმოვიდგინე. შენ ამ მანქანას ყოველდღე რეცხავ აპრიალებს, საუკეთესო ზეცას ხამ, რაღაც ძვირადღირებულ აუდიო სისტემას უყენებ, თელ დროს და ფულს ამ მანქანას ახარჯამ. მაგრამ ამ დროს სრულიად აიგნორებ მძღოლს, რომელიც ამ მანქანაში ზის. მძღოლი ავადარის, შია, კვდება. ხო და მანქანა მაინც სხვისია. ზუსტად. მანქანას ხომ მაინც ჩამოგართმევენ, ქირის ვადა ადრე თუ გვიან ამოიწურება რა. მძღოლი კი ერთადერთია, ვისაც სინამდვილეში მნიშვნელობა აქვს. შესანიშნავი ანალოგია, ნამდვილად. და რაც უფრო საინტერესოა, ავტორი არ ჩერდება მხოლოდ ფიზიკურ სხეულზე. ის ამბობს, რომ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ინტელექტუალური მატერიალიზმით საფრთხეა. ეგ როგორ? აი, ლექციაში ნახსენებია ცნობილი ფილოლოგის ლევან ბერძენიშვილისა და მწერალ კლდიაშვილის განხილვის ეპიზოდი. რა არის მთავარი სათქმელი აქ? განათლება, ლიტერატურის ზედმიწევნით ცოდნა და მაღალი ინტელექტი არ არის სულიერების ეკვივალენტი. ანუ ტვინიც მანქანის ნაწილია. კი ბატონო, შენ შეიძლება ზეპირად იცოდე მსოფლიო კლასიკა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენი სული გადარჩენილია. ინტელექტიც ზუსტად იმ მანქანის ნაწილია, რომელზეც შენ ისაუბრე. კარგი, მოდი ცოტა შევაჯამოთ ახლა სად ვართ. ანუ, გავიგეთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები ფსევდოთეოკრატიული და манипуляციურია, გავიგეთ, რომ სეკულარული ჰუმანიზმი უკეთესია, მაგრამ არა იდეალური. კი. და გავიგეთ, რომ მატერიალურზე და ინტელექტუალურზე ჩაბღაუჭება არის ესეთი ჩიხი რა. მაშინ ისმის ყველაზე მთავარი პრაქტიკული კითხვა, რა ვქნათ? ხო, ეგ არის მთავარი, რა უნდა ვქნათ? როგორ უნდა იცხოვროს რიგითმა ადამიანმა ხვალდილით, როცა გაიღვიძებს? და სწორედ ამის პასუხად ავტორი ხსნის ბიბლიის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნაწილს, იგავათა წიგნს, კონკრეტულად მის 27 და 28 თავებს. დიახ, და სანამ უშუალოდ მაგ სიბრძნებზე გადავალთ, ლექციაში არის ერთი ძალიან სახალისო და გამოსადეგი დეტალი, რომელიც მსმენელს აუცილებლად დაამახსოვრდება მგონია. რომელი? ეს არის ძველი აღთქმის წიგნების რაოდენობის დასამახსოვრებელი მათემატიკური ფორმულა. ეგ ძალიან მომეწონა მართლა. მოდი გავიხსენოთ. მაშასე ძველ აღთქმაში გვაქვს 39 წიგნი. როგორ დავიმახსოვროთ მათი სტრუქტურა? გისმენთ. ესე იგი 5, ანუ მოსეს 5 წიგნეული, პლუს 12 ისტორიული წიგნები, პლუს 5 პოეტური და სიბრძნის წიგნები, პლუს 5 დიდი წინასწარმეტყველები და პლუს 12 მცირე წინასწარმეტყველები. ხო რა, ჯამში გამოვიდა 39. მარტივი და გენიალურია. ახლა კი გადავიდეთ თავა ბიგავების შინაარსზე. პირველი, რასაც ლექცია ეხება, არის ხვალის სინდრომი. აი, ეგ ძალიან მაგარია. ესპანურ კულტურაში ამას მანიანას ეძახიან. ეს არის ადამიანის ფსიქოლოგიური ილუზია, რომ დრო ჩვენ გვეკუთვნის. მანიანა, ხო? ჩვენ ვტრაბახობთ იმაზე, თუ რას გავაკეთებთ ხვალ, როგორ ავაშენებთ ბიზნეს 5 წელიწადში და ასე შემდეგ. მაშინ როცა ელემენტარულად არ ვიცით, ხვალ საერთოდ გავიღვიძებთ თუ არა. ეს არის მოწოდება, რომ დაუბრუნდეთ აწმყოს და გავაცნობიეროთ ჩვენი მოკვდავობა. მართალი ხარ. შემდეგ მოდის ჩემთვის ყველაზე საინტერესო ნაწილი, მეგობრობის თემა. მეგობრისგან მიყენებული ჭრილობა სჯობს მტრის კოცნას. და ამის საილუსტრაციოდ ავტორი ყვება დავით მეფის შვილის აბესალომის ისტორიას. აი, ეს იყო ნამდვილი აღმოჩენა. მოყევი აბა ეგ ისტორია.
ანუ წარმოიდგინე სიტუაცია. აბესალომი დილა ადრიან დგება. გადის ქალაქის კარიბჭესთან, ხვდება რიგით ადამიანებს, ყველას ეხება, ხმამაღლა ლოცვავს, ეფერება და მათ პრობლემებზე წუხს. იდეალური პოლიტიკოსია. ხო, გარეგნულად ის იდეალური მოსიყვარულე ლიდერია. მაგრამ სინამდვილეში რას აკეთებს? ის იწერს პოლიტიკურ ქულებს, რადა ხალხი საკუთარი მამის, დავითის წინააღმდეგ განაწყოს რა? ეს ხომ პიარისა და სოციალური მედიის ამ ვირტუალური სიკეთის უძველესი კლასიკური მაგალითია. აბსოლუტურად ეგრეა. ეს არის ზუსტად ის მტრის კოცნა. ადამიანები, რომლებიც საჯაროდ გვაქებენ და გვეფერებიან, ხშირად საკუთარ ფარულ დღის წესრიგს ემსახურებიან. ლექცია პირდაპირ გვაფრთხილებს, მოერიდეთ მათ, ვინც დილა ადრიან ხმამაღლა გაქებთ. და მეგობარი ვინ არის მაშინ? ნამდვილი მეგობარი ის კი არ არის, ვინც სულ კომფორტის ზონაში გტოვებს, არამედ ის, ვინც მწარე სიმართლეს პირში გეუბნება. გაკენებს ჭრილობას, რადგან მისი მიზანი შენი გამოსწორებაა. აჰა. ულია წვიმიან დღეს მჟონავს სახურავთან. ხო, ეგ ვიზუალიზაცია ძალიან მუშაობს. მკაკაკუკი. წვეთები, რომელიც არასოდეს მთავრდება და ნელ-ნელა მიზან მიმართულად გიშლის ნერვებს რა. კი. და კიდევ ერთი ფრაზა, რომელიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ რკინა-რკინას ლესავს. ეს არის პასუხი იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ჯანსაგი სოციალური წრე. შენ გჭირდება ადამიანები, რომლებიც გაგლესავენ, რომლებიც გამოგიწვავენ და გაგაძლიერებენ. და არა ისინი, ვინც უბრალოდ თავს დაგიქნევენ ყოველ სიტყვაზე. ზუსტად. მაგრამ იგავებიდან ყველაზე მთავარი, რამაც ჩემთვის მთელი ეს ლექცია ერთ დიდ სურათად შეკრა, არის გაუმაძღარი თვალის კონცეფცია. დიახ, აქ უკვე უახლოვდებით კულმინაციას. იგავებში ადამიანის სიხარბე შედარებულია ჯოჯოხეთის ქვესკნელთან, რომელიც არასოდეს არც ერთი მსხვერპლით არ ივსება. სულშია. სულია კი. და ავტორი ამას გენიალურად უკავშირებს ევას დაცემას ედემის ბაღში. დააკვირდი ტექსტს. ცოდვა არ დაწყებულა იმ მომენტიდან, როცა ევამ ნაყოფი შეჭამა. აბა როდის? არა. ცოდვა დაიწყო მხედველობით. მან ჯერ დაინახა ნაყოფი, მიხვდა რომ ის თვალისთვის საამური იყო და ინატრა. ვაჰ, აი აქ იკვრება წრე. გამოდის, რომ მიკროდონეზე ჩემი და შენი პირადი ინდივიდუალური სიხარბე, ეს ჩვენი გაუმაძღარი თვალი და თანამედროვე კონსუმერიზმი, როცა სულ უფრო მეტი და მედი გვინდა. არის ზუსტად ის საწვავი. ხო, არის ზუსტად ის საწვავი, რაც კვებავს იმ მაკროგეოპოლიტიკურ ქაოსს, წარმართოკრატიებსა და ომებს, რაზეც განხილვის დასაწყისში ვისაუბრეთ რა. ეს არ არის ორი სხვადასხვა თემა, ეს არის ერთი და იგივე პრობლემა სხვადასხვა მასშტაბში. სწორედ ეგ არის ამ სიღრმისეული განხილვის მთავარი ღირებულებაც. ის გვიჩვენებს, როგორ ხსნის უძველესი ტექსტი უაღრესად რთულ თანამედროვე ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ მდგომარეობებს. ეგოიზმი და სიხარბე, როგორც ფსკერ გამოვარდნილი ქვესკნელი, დღესაც ისევე მართავს მსოფლიოს, როგორც 1000 წლეულების წინ. საბოლოოდ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი შენთვის? ვინც ახლა გვისმენ? რატომ უნდა გადარდებდეს საერთოდ ეს? მიუხედავად იმისა, ხარ თუ არა რელიგიური ადამიანი, ეს მასალა გასწავლის ერთ ძალიან მნიშვნელოვან უნარს, კრიტიკულ აზროვნებას. ნამდვილად. ის გაიძულებს, გაჩერდე და ჰკითხოს საკუთარ თავს. ის ინსტიტუციები, რომლებსაც ვენდობი, იქმნება ეს სახელმწიფო, პოლიტიკური პარტია თუ ეკლესია, რეალურად ემსახურებიან იმ იდეალებს, რასაც ქადაგებენ. თუ ისინი უბრალოდ წარმართოკრატიის მორიგ ნიღაბს ატარებენ და მე როგორც მარიონეტს ისე მიყენებენ. ეგეთი კითხვების დასმა აუცილებელია. ეს ავურიოთ რიტუალი არსში. ფოკუსი გავასწოროთ იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია შინაგან განვითარებაზე და არა მატერიალური ჭურჭლის უსასრულო და უშედეგო პრიალზე. და სანამ დავასრულებთ, ერთი ძალიან პროვოკაციული ფიქრი მინდა დაგიტოვოთ მოსაფიქრებლად. დღეს ჩვენ განვიხილეთ ავტორის ლოგიკა, რომ ადამიანური ბუნება ყოველთვის მიდრეკილია შექმნას რაღაც ჩაგვრელი ფსევდოთეოკრატია. და რომ დღეს ამის საუკეთესო ალტერნატივად მხოლოდ სეკულარული ჰუმანიზმი გრჩება. მაგრამ მოდი გავიხედოთ ცოტა წინ. რა მოხდება მაშინ, როცა თავად ჰუმანიზმი ამოწურავს თავის რესურსს? ო, ეგ მაგარი კითხვაა.
განსაკუთრებით ახლა 21 საუკუნის ტექნოლოგიური სინგულარობისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, როცა თავად სიტყვა ადამიანის დეფინიციაც კი ნელ-ნელა იცვლება. კი. რა იქნება ის შემდეგი სისტემა, რომელზეც კაცობრიობა თავის რწმენას ააშენებს, როცა არც რელიგია და არც ჰუმანიზმი აღარ იქნება საკმარისი. ეს არის ის კითხვა, რომელზეც პასუხი ალბათ მომავალმა უნდა გაქცეს. დიდი მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ და ჩვენთან ერთად ჩაბყვინთეთ ამ საკმაოდ რთულ და საინტერესო თემაში. გეპატიჟებით გააგრძელოთ საკუთარი ძიება ამ მიმართულებით და არ დაგავიწყდეთ, როცა შემდეგ ჯერზე სამყაროს დასადიაგნოზებლად თქვენს რენტგენის აპარატს გამოიყენებთ და სურათი ბუნდოვანი მოგეჩვენებათ, იცოდეთ, რომ ხანდახან პრობლემა აპარატში კი არა, თავადი მრთულ და მღვრიე სამყაროშია, რომელშიც ვცხოვრობთ. დროებით.